რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია, ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ჩვენ სატელევიზიო რუბრიკაში იმედის დილაში ვისაუბრეთ უკვე გეოგრაფიის გამოცდაზე, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ ამ საგანს, მით უმეტეს, რომ ამ საგანთან მიმართებაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ 2014 წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა სწორედ ეს საგანი აირჩია ჩასაბარებლად და მეორე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც წელს განხორციელდება 2015 წელს, ამ საგანს გარკვეულ წილად შეეხება, იმიტომ რომ დაგეგმილი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. რა ცვლილებები არის დაგეგმილი, გართულდება თუ გამარტივდება გეოგრაფიის გამოცდის ჩაბარება, ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის წარმომადგენელი ქალბატონი ეთერ ნებიერიძე. მოგესალმებით ქალბატონო ეთერ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანდებისათვის. მეც მოგესალმებით. და რა ვიცი. დავიწყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით, რომელიც უკვე ცნობილი არის საზოგადოებისათვის, ეს შეეხება ტესტის მაქსიმალურ ქულას. თუ აქამდე ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 70, 2015 წლიდან ეს რიცხვი შეიცვალა 60-ით. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რით არის განპირობებული ეს ცვლილება? ესე იგი, მოკლედ გეტყვით ახლა 2015 წლის დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საგანთან მიმართებაში იქნება. პირველი ეს არის, რომ ნამდვილად 70 ქულიანი ტესტი შემცირდა და 60 ქულიანი იქნება. შესაბამისად 25% ზღვარი არ შეცვლილა და 15 ქულა იქნება გამსვლელი. ასევე დაკავშირებით ძალიან უკაცრავად რომ გაწყვეტინეთ, ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელიც მოგწერა ჩვენმა მსმენელმა, როგორი იქნება კომპეტენციის მინიმალური ზღვარი? კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, როგორც 2014 წელს, 2015 წელშიც დარჩება 25%, უბრალოდ 70-ის და 60-ის 25% სხვა რაოდენობა ქულების და შესაბამისად 15 ქულა უკვე 2015 წელს იქნება გამსვლელი აბიტურიენტების. ანუ ბარიერის გადასალახად საჭირო იქნება უკვე 15 ქულა უკვე იქნება ბარიერის გადალახვა. ჩაითვლება. ეხლა რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ეს არის დროსთან მიმართებაში, 3 საათი დრო შეიცვალა 2 საათნახევრით, ანუ ნახევარი საათი მოაკლდება გამოცდას. ესეც მართალი რო გითხრათ, ამაზე იყო საუბარი სატელევიზიო გადაცემაშიც და როგორც ბატონმა დავითმა თქვა, განმეორდები, ასე რომ ვთქვათ, და ამდენი წლის მანძილზე 2010 წლიდან გეოგრაფია ცალკე საგნად ბარდება უკვე, არჩევით საგნად და შესაბამისად 2 საათნახევარი წინა წლებშიც სრულიად საკმარისი იყო 70 ქულიანი ტესტისთვისაც, თითოეულ აპლიკანტი თუ რჩებოდა, აი ძალიან იშვიათად საგამოცდო ცენტრებში ბოლომდე და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დრო შეგვემცირებია და 2 საათნახევარზე დაგვეყვანა. ეს თვითონ ბევრი აპლიკანტი და აბიტურიენტი ყოლია და თვითონაც ალბათ ვინც ყოფილა ჩვენ გამოცდაზე გამოსული, დაგვეთანხმება, რომ არანაირი დროის შეზღუდვა არ უნდა ჩაითვალოს 2 საათნახევრამდე გამოცდის ქულების რაოდენობას ისევ დაუბრუნდები ამ თემას. მაინც რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? ქულების რაოდენობასთან დაკავშირებით, ესე იგი, ისეთი სიტუაცია არის, რომ ესე იგი ძირითადად ჩვენი ტესტი შედგება ორი ნაწილისგან. ანუ ერთი არის ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული რაღაცა კონკრეტული დავალებების შესრულება და მეორე არის უკვე სააზროვნო ცოტა უფრო მაღალ დონეზე, შეფასების ანალიზის დონეზე არსებული კითხვები.
შესაბამისად, მუდმივად, როდესაც საუბრობენ მასწავლებლები, არის ესეც საუბარი, რომ სკოლა უნდა აძლევდეს იმ განათლებას, რომ მარტო ფაქტობრივი ცოდნა არა და სხვა უნარებიც უნდა მეტნაკლებად გამოყენებული და გარკვეული იყოს, მით უმეტეს ეროვნული გამოცდა, ერთიანი ეროვნული გამოცდა, ეს არის სერიოზული კონკურსი უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მისაღებად. შესაბამისად, ჩვენ ეს ცვლილება გადავწყვიტეთ ჯგუფში ესე, რომ 5%-ით დაახლოებით, მცირედით გაიზრდება წილი ანალიზთან დაკავშირებული კითხვების და შემცირდება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნასთან დაკავშირებული კითხვების წილი. ტესტის ფორმატი აბსოლუტურად ხელუხლებელია, რაოდენობა კითხვების გადანაწილდა ტექსტის არსებულ ფორმატში. პირველი რომ ეს როგორც შემოსაღაზი კითხვები, ანუ ცოდნასთან ორიენტირებული კითხვების რაოდენობა შემცირდება და აგრეთვე შემცირდება კიდევ კითხვები, რომლებიც ძალიან მარტივი კითხვები, ასე რომ ვთქვათ, და დანარჩენი რაც შეეხება ანალიზს და რაც შეეხება ზედაფა უნარებს, ამასთან დაკავშირებით ცვლილება არ იქნება. ქალბატონეთერ, ხო არ შეიძლება ითქვას, შეიძლება არასწორად გავაკეთებ ფორმულირებას, მაგრამ ეს მოსწავლეები აბარებენ კატის გამოცდას, ხომ? გეოგრაფიაში. რომ არ მომხდარიყო დუბლირება. კი მესმის, რომ თვისობრივად სხვადასხვა ტესტზე არის საუბარი, მაგრამ გარკვეულწილად იმიტომაც ხო არ კეთდება, ვთქვათ, იგივე აზროვნების ნაწილზე, ანალიტიკურ უნარზე მეტი აქცენტი. არის ესეც განმაპირობებელი ფაქტორი. საერთოდ მე პედაგოგიურ გამოცდილებაც დიდი მაქვს, მასწავლებლებთან ჩვენ ჯგუფი სერიოზულად თანამშრომლობს და რეალურად გამოდის, რომ კატის გამოცდაზე, რასაც ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კატის გამოცდაზე, რასაც ვეკითხებით, გვინდა რომ რაღაცა დონეზე ის აღარ ვკითხოთ ეროვნულ გამოცდაზე. თუმცა მარტო ღია კითხვები, მართალი რო გითხრათ, ძალიან უჭირთ აბიტურიენტებს ღია სააზროვნო კითხვების შევსება, რაც თუნდაც იმით აისახება, რომ ჩვენ გამოცდაში მაქსიმალური ქულა არასდროს არ ყოფილა 2010 წლიდან დღემდე. და შესაბამისად კიდევ თლიანად მოხსნა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე დამოკიდებული კითხვების და მიმართული კითხვების ალბათ უკვე ძალიან გაართულებს უკვე გამოცდას, ამიტომ ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ ცოტა შევამციროთ ეს მხოლოდ ცოდნაზე ორიენტირებული კითხვები და უფრო მაღალ დონეზე გადავიდეთ, ასე ვთქვათ. ქალბატონეთ, თქვენ ახსენეთ, რომ მაქსიმალური ქულა არ მიუღია არც ერთ აბიტურიენტს, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან არის უკვე გეოგრაფია არჩევითი საგნების ნუსხაში შედის, მაგრამ საკმაოდ უადვილდებათ კომპეტენციის მინიმალური ზღვის გადალახვა ამავე დროს. ხომ არ იყო ეს ცვლილება გარკვეულწილად ამითაც განპირობებული, რომ ცოტა უფრო მეტად გაუმარტივოთ აბიტურიენტებს აი ამ უმაღლესი ქულის მიღება, თუ სურათი არ შეიცვლება. იყო ესეც მიზეზი? არა, იცით, ცოტა უფრო ღრმა მივდივართ, მართალი რო გითხრათ, ტიპის პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯგუფი ზოგადად დაინტერესებული არის შესაბამისი კითხვის პასუხით, მაგრამ ასე რო გითხრათ, რომ ერთი ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ამ კითხვას აქვს ძალიან ბევრი, ასე რო ვთქვათ, გვერდითი შტოები. რა შეიძლება აღმოჩნდეს ამის მიზეზი? პირველი ის, რომ მართალია გეოგრაფიის ბარიერის გადალახვა სხვა საგნებთან შედარებით, თუმცა არ არის გეოგრაფია ერთადერთი საგანი, სადაც ყველაზე დაბალია ზღვარი გადალახვის პროცენტულად ვიძახი მე, ანუ ყველაზე მცირე რაოდენობა სჭრით აბიტურიენტებს. არც ესე არ არის მთლად საქმე, იმიტომ რომ უცხოენა უფრო ნაკლებს სჭრის და ასე შემდეგ არის სხვა საგნებიც. უბრალოდ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც რუკის დახმარებით, რომელიც ჩვენ დამატებით გვაქვს მიცემული თვითონ გამოცდის პროცესში, ახერხებენ აბიტურიენტები დაბალი ზღვარის გადალახვას, ანუ მინიმალური კომპეტენციის ქულების
თვის ქულების დაგროვებას, მაგრამ რაც შეეხება მაღალ ზღვარს, ცოტა ცუდი მიდგომა, ასე რომ ვთქვათ, გეოგრაფიის საგნისადმი. იმიტომ რომ გეოგრაფიის საგანი ძალიან მრავალმხრივია, ძალიან ღრმა არის და უკვე იქ სადაც ღრმა და სერიოზული ანალიზია საჭირო, იქ უკვე ძალიან რა თქმა უნდა ცოდნის დონე ერთი რო ცოდნის დონესთანაცაა დაკავშირებული, მეორე თვითონ აპლიკანტის ანალიზის უნართან არის დაკავშირებული და კიდევ ძალიან ისეთი საკითხია, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ერთ პრობლემასაც გამოვყოფ, რომ თავიანთი აზრის სწორად ჩამოყალიბების უნარი მოიკოჭებენ ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აზრი რომ ჩამოაყალიბონ და გააგებიონ, ვთქვათ, გამსწორებელს ცოტა უჭირთ აბიტურიენტებს. ყველაზე რთული დავალება რომელი არის, ანუ რომლის შესრულება უჭირთ ყველაზე მეტად, გარკვეულწილად თქვენ უკვე გაეცით ამ კითხვას პასუხი, მაგრამ მაინც რომელი არის აქილევსის ქუსლი თქვენი ტესტის? იცით რა არის, აქილევსის ქუსლს, ისეთი დავალება, რომ აპლიკანტთა არც 1%, პროცენტზე მაგ ლაპარაკი, ესა 2%, 3% მაინც კითხვაზე პასუხი არ გაეცა, ესეთ დავალება არ არსებობს მთელი ამ წლების მანძილზე. უბრალოდ ეს ყველა შეკრებილ მდგომარეობაში არ გამოვიდა, რომ ერთ ადამიანს გაეცა ამ ყველა კითხვაზე პასუხი, ასე რომ გეოგრაფია არის ფიზიკური გეოგრაფია, ეკონომიკური გეოგრაფია, რაღაცა ძალიან დიდი სფერო არის და შესაბამისად შეიძლება აბიტურიენტების ნაწილს რაღაცა უფრო მოსწონს, რაღაცაში უფრო ერკვევა, რაღაცაში ვერ გეტყვით, რაც მართლა ძალიან დიდი არის გეოგრაფიის მოცულობა და ესე ღრმად და მაღალ ქულაზე ასვლა უკვე რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია 2014 წელს ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო რეკორდული რაოდენობა უნაკადად. ნამდვილად ძალიან მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სერიოზული ზრდა არის აპლიკანტების აბიტურიენტების გეოგრაფიის საგანში 2010 წელს ყავდა სულ 1513 აბიტურიენტი, აპლიკანტი უფრო სწორედ, ხოლო რაც შეეხება 2014 წელს უკვე 12000 გადასცა მათი რაოდენობა და პირველად დაგვჭირდა ორი ვარიანტი ტესტის. შესაბამისად, პირველი ვარიანტი 5859 აპლიკანტმა ჩააბარა, მეორე 5653 აპლიკანტმა. თუმცა აქ ჩვენი საქმიანობის მიხედვით ყველამ კარგად იცის, რომ შემდეგ მოხდა ქულების გათანაბრება, სკალირება და პირველი ვარიანტისთვის 17 ქულა იყო გამსვლელი, ხოლო მეორე ვარიანტისთვის 18 ქულა, რეალურად 18 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 17. პირველი ვარიანტი 12.8%-მა ჩაიჭრა, უფრო სწორედ და გადალახა 97.18%-მა შესაბამისად, ხოლო მეორე ვარიანტი 10.24% ჩაიჭრა და 99.76%-მა გადალახა. საშუალოდ არის დაახლოებით 12%-ამდე ორივე ვარიანტს თუ გავასაშუალოთ. ქალბატონო ეთერ გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ მათ აქვთ საშუალება დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 2921188, ან 2921199, ჩვენ საუბრობთ გეოგრაფიის გამოცდაზე. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ გეოგრაფიის გამოცდაზე და ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის წარმომადგენელი ქალბატონი ეთერ ნებიერიძე. გაცრავად ქალბატონო ეთერ, ჩვენ საუბრობდით 2014 წლის სტატისტიკაზე. ახლა აბიტურიენტებმა უკვე დაიწყეს ალბათ აქტიური მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. არჩეული აქვთ ის არჩევითი საგანი, რომლის ჩაბალებასაც ისინი აპირებენ, მაგრამ მაინც მგონი არ იქნება დაგვიანებული თქვენი მხრიდან ის რჩევა, რა გაითვალისწინონ იმ შემთხვევაში, თუ მათ გადაწყვეტეს გეოგრაფიის ჩაბალება. არ ვიცი, მითია თუ რეალობა, ყოველ შემთხვევაში ერთგვარად ეს რიცხვებიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აბიტურიენტებს ყველაზე მეტად უადვილდება და აი ამ გამოცდის ჩაბალება. მაგრამ მაინც რა გაითვალისწინონ აი ამ საგნის არჩევის დროს.
უბრალოდ რაც შეეხება თვითონ გამოცდის ფორმატზე თუ რამე ცვლილება არის თუ როგორია და ასე შემდეგ ჩვენ ვებგვერდზე არის ხოლმე ინფორმაცია განთავსებული, ამიტომ იყვნენ ყოველთვის ყურადღებით აი ამ ცვლილებებისთვის რომ იყვნენ მომზადებულები. რაც შეეხება თვითონ საგნის არჩევანს, ალბათ ეს უმაღლესებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრმა უმაღლესმა დაამატა გეოგრაფია თავის საგნად, ასე რომ ვთქვათ, ანუ იღებს იმ სტუდენტებად იღებს იმ აბიტურიენტებს, ვინც გეოგრაფიის გამოცდას აბარებს. შესაბამისად, ერთი ფაქტი იყო ის, რომ გაიზარდა თვითონ გეოგრაფიის გეოგრაფიით ჩასაბარებელი რაოდენობის, ასე რომ ვთქვა, რაოდენობა გაიზარდა. ანუ უნივერსიტეტები უფრო უმაღლესი სასწავლებლები არიან განსაზღვრელები ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისინი არიან. ეხლა რაც შეეხება რომ უფრო უმარტივდებათ დაბალი კომპეტენციის ზღვარის გადალახვა გეოგრაფიაში, შეიძლება მთლად მითი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ მაღალ ქულაზე ნაკლებად გადიან, ესეც ერთგვარ შემაფერხებელია, იმიტომ რომ თუ ისინი მაღალ ქულას ვერ მიიღებენ, შესაბამისად კონკურსში უფრო დაბალ რანგზე აღმოჩნდებიან, ასე რომ ის მარტო ის რომ ვთქვათ სიტყვაზე ბარიერს გადალახავ არ ნიშნავს რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდე. რაც შეეხება ჩვენი საუბრიდან გამომდინარე რომ ვთქვათ გვინდა რომ კონკრეტულად ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული შეკითხვების ცოტათი შემცირება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ფაქტობრივი ცოდნა არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, პირიქით ანალიზი და სინთეზი მოითხოვს რომ ის უნდა იცოდე, მაგრამ გამოიყენო სხვა მდგომარეობაში და პოზიციაში. ანუ რეალურად უფრო უნდა ჩაუღრმავდნენ კონკრეტულ საკითხებს და ზერელე ცოდნით არ უნდა შემოიფარგლონ. რითი იხმძღვანელო მომზადების პერიოდში? რა თქმა უნდა ჩვენ კრებულებს ვდებთ ხოლმე და ეხლა ალბათ ახალი წლისთვის იქნება დაახლოებით, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მალე დაიდება ყოველ შემთხვევაში კრებული. იხმძღვანელონ აუცილებლად იმ პროგრამით, რომელი პროგრამაც ვთქვათ სიტყვაზე იმ კონკრეტულ წელს არის, ეხლა უკვე პროექტი დევს ჩვენ ვებგვერდზე, ვებსაიტზე და შესაბამისად შეუძლიათ რომ ნახონ თუ რა საკითხებს მოიცავს წლევანდელ 2015 წლის ერთიანი გამოცდების პროგრამა გეოგრაფიაში. და შესაბამისად ნებისმიერი იმ სახელმძღვანელოთი, რაც ვთქვათ, რომლითაც მათ უსწავლიათ ამ წლების განმავლობაში. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არის ხოლმე ერთგვარი პრეტენზია გეოგრაფიის გამოცდის, ასევე ისტორიის გამოცდაზე. ამბობენ ხოლმე, რომელი სახელმძღვანელოთი იხმძღვანელონ, ყველა სახელმძღვანელოში თუ არის მოცემული ერთი და იგივე ინფორმაცია, ვთქვათ, კონკრეტულ დეტალებს გულისხმობენ ისინი ამ შემთხვევაში და როგორ დგება ტესტი, აი ამის შესახებაც რომ 1-2 სიტყვით ვისაუბროთ. იცით რა არის, შეჯერება ყოველთვის ხდება სახელმძღვანელოებში არსებული ფაქტობრივი ცოდნის მასალასთან დაკავშირებით, ამიტომ ის საკითხები, რომელიც რომელიმე სახელმძღვანელოში არ არის, ესეთი საკითხები ნამდვილად ვცდილობთ რომ თავი ავარიდოთ. ან არის ხოლმე ხანდახან რაღაცა უზუსტობები გაპარული სამწუხაროდ და აი ესეთ უზუსტობებს ვცდილობთ რომ თავი ავარიდოთ ყველანაირად. რაც შეეხება თვითონ შემდეგ მეორე საკითხს, რომელიც ანალიზს მოითხოვს, ეს უკვე აღარ არის კონკრეტული სახელმძღვანელოდან აღებული რაღაცა კონკრეტული დავალება, არამედ ეს უკვე აი სწორედ იმიტომაც უჭირთ, ეს არის რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია, ან ტექსტი, ან რაღაცა ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები ეკონომიკური გეოგრაფიიდან, მოსახლეობის გეოგრაფიიდან, რომელიც თვითონ ანალიზს მოითხოვს, აი ამ აი რო ვთქვათ, აქ ქვეყანა ერქმევა თუ სიტყვაზე საფრანგეთი ერქმევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს რა, იქ არის ანალიზი, რამდენად შეუძლია აპლიკანტს ანალიზის უნარის გაკეთება კონკრეტულ ინფორმაციაზე. აი სწორედ აი ესეთი დავალებები უჭირთ ყველაზე მეტად
ქალბატონო ეთერ რუკაზე თქვენ ისაუბრეთ რომ არანაირი ცვლილება არ შევა ისევ დაურიგდებათ აბიტურიენტებს გამოსთვის დროს როგორი რუკა არის ამას კითხულობდე ხოლმე 2014 წლის გამოცდებისთვის და იმიტომაც გეკითხებით ალბათ აქტუალური იქნება ისევ აბიტურიენტებისთვის ეს კითხვა რუკა სხვათა შორის 2010 წლამდე 2010-შიც და 2011-შიც სანამ ეგრეთ წოდებული კატის გამოცდებს დავიწყებდით უფრო რთული რუკა იყო, ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტი ინფორმაციის მომცველი და უფრო მეტად უჭირდათ იქიდან ინფორმაციის აღება. ეხლა კატის გამოცდისთვის ეს რუკა გამარტივებულია, იგივე რუკა, რაც გამოსაშვებ გამოცდებზე ურიგდებათ აპლიკანტებს, იგივე რუკა ურიგდებათ ეროვნულ გამოცდაზეც და შესაბამისად გარკვეული ინფორმაციის ამოღება რუკიდან არის შესაძლებელი და რაღაცა ფსიქოლოგიური სიმშვიდე შეიძლება დავარქვათ, რომ ვთქვათ რაღაცა მოხმარების თვალსაზრისით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რუკის წაკითხვა არ შეუძლიათ სამწუხაროდ კი დამიფიქსირებია ძალიან ისეთი სასაცილო მომენტებიც, იმიტომ რომ რუკა ერთ მხარეზე არის მსოფლიოს ფიზიკური რუკა, მეორე მხარეს საქართველოს ფიზიკური რუკა და გამოსულა აპლიკანტი და უთქვამს, რომ მე მარტო ერთი შემხვდავ, ანუ მეორე მხარეს არ გადაუტრიალებია. საკუთარი ეს შეიძლება დაბნეულობის და ემოციის ბრალიც იყოს რაღაცა ცოტა ის რომ ვერ კითხულობენ რუკას ეხლა კატის გამოცდების გამო ჩვენ საქართველოს ბევრ კუთხეში ვიყავით და არა აქვს მნიშვნელობა ამას ნებისმიერ სკოლას ავიღებ საჯარო სკოლას სამწუხაროდ რუკების დეფიციტი სკოლებში შეიმჩნევა და შესაბამისად მასწავლებლებიც ალბათ სამწუხაროდ ვერ ახერხებენ რომ რუკა დაანახონ, შეასწავლონ და შეაყვარონ დამხმარე მასალაზე მუშაობა ასწავლონ. ხო, სამწუხაროდ შეიძლება ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრობლემა არის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეთერ ამომწურავი პასუხებისათვის. შევახსენებ ჩემს მენელებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით გეოგრაფიის გამოცდაზე. ჩვენი სტუმარი იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის წარმომადგენელი ქალბატონი ეთერ ნებიერიძე. შევხვდებით ხვალ იმედის დილაში, ხვალ გვექნება ჩართვა სამეფო უბნის თეატრიდან. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით რადიო მსმენელებს. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.